სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამძიმარი ლევან ანსიანის და ქეთევან მზეო უმფრიანის გარდაცვალების გამო. დიდი გულის ტკივილით ვუსამძიმრებთ ლევან ანსიანის და ქეთევან მზეო უმფრიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 30 სექტემბერს ჭუბერის გზაზე მომხდარმა ავარიამ ამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ობლად დარჩა 4 პატარა: ილია, ოთარი, ოთო, მათე და მოსე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა უკვდავის სულნი და წიახსა შინა აბრაამისასა განუსვენოს. ხოლო მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს ურყევი რწმენა იმისა, რომ სულისა და სხეულის გაყრა არ ნიშნავს სიკვდილსა და გაქრობას. არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ლევანი და ქეთევანი მზეო ახლა ხდებიან. შეგახსენებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და მათ სახელზე აღსრულებულ ნებისმიერ სხვა კეთილსაქმეს. ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს და თავისი წყალობა და ნუგეში მომადლოს ილიას, ოთარს, მათესა და მოსეს. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. 3 ოქტომბერი 2025 წელი.